მოგესალმებით, მეგობრებო, ადიქციაზე მინდა ჩაგიწეროთ ვიდეო ასტროფსიქოლოგიის თვალსაჩინო, როგორ ვლინდება მაგალითად ადიქციის ნაირსახეობა ფსიქიკაში და რა განსაზღვრავს ასტროლოგიაში ადიქციებს ზოგადად. იცით, მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნებისმიერ კომბინაციაში ადამიანს აქვს არჩევანი ადიქციაში წავა, ზოგი ფანტაზიაში წავა, ზოგი სიცივეში წავა. ანუ ყველას აქვს დამოუკიდებლად თავისი არჩევანი. ანუ ესე არ არის ასტროლოგიაში განსაზღვრული, რომ ეს ყველა ვარიანტი ან სმას დაიწყებს, ან ნარკოტიკებს მოიხმარს მაგალითად, ხო? ესე არ არის. გააჩნია ადამიანის დონე, იმიტომ რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი დონე. ისე ვთქვათ, განვითარების, ხო? არის მაგალითად ადამიანი, რომელიც მაღალგანვითარებული არის შედარებით, სულიერ დონეზე ვამბობთ ამ მაღალგანვითარებულობას, თორე ისე არ განსაზღვრავს კონკრეტულად, ხო? ეს შედარებითი არის ყველაფერი. შეიძლება იყოს ადამიანი რაღაც საშინელი, სასტიკი, დაუნდობელი და ერთ წამში გასხივოს უნდეს, ხო, ესე რა ვთქვათ, ხო? ანუ ეს ძალიან პირობითი არის, შეიძლება იყოს ძალიან კარგი ადამიანი, საზოგადოებრივ გაგებით, მაგრამ ესე დარჩეს და არაფერი არ მოუტანოს სამყაროს, ხო, სიტყვაზე. ანუ ესეთ რაღაცები რა თქმა უნდა პირობითი არის. თუმცა მაინც პლანეტების ენერგია ჩვენთან არის, ვერცით უნდა განვითარება მივცეთ. ანუ ჩვენ რო ვიბადებით და არსებული რუკით ვიბადებით, ხო? ეს პლანეტები ნელა სიხშირეში უნდა ავიყვანოთ, უნდა განმოვითაროთ. და თუ ამ პლანეტებს ისევ ვიყენებთ, როგორც მაგალითად დაბადებიდან მოყოლებული ვიყენებდით, არაფერი არ შევცვალეთ, ხო? იქ შეიძლება გამოვლინდეს პრობლემები. მაგრამ არის, როდესაც ადამიანი იბადება კონკრეტული ასპექტებით, ოღონდ ეს უნდა გამოცადოს ცოტა ნეგატიური კუთხითაც, ხო? ანუ ესე ფსიქოლოგიურ ენაზე ვთქვათ, ჩავეშვათ ჭაობში და მე ვისწავლოთ აქედან ამოსვლა. ადიქციას აქვს ძალიან მრავალი სახე, ეხლა სუფთა ასტროლოგიურად ვიყვებით, თუმცა ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც ჩაურევ. და ასტროლოგიაში გვეხმარება დიაგნოსტიკაში პირველ რიგში, საიდან მოდის ეს ადიქციური, მაგალითად, ქცევა, ისე რომ ვთქვა, დამოკიდებულება, რამე ნივთიერება იქნება ეს თუ ზოგადად შიში იქნება, რომ რაღაცაზე თუ არა ვარ დამოკიდებული შინაგან სიმყარეს კარგავ, მაგალითად, ხო, ეხლა ზოგჯერ არის აი ჩვეულებრივად ადამიანი შეიძლება ვალერიანზე იყოს დამოკიდებული, ხო, სიტყვაზე. ანუ აქაც კლასიფიკაცია არის ასტროლოგიაში, ჩვენ პირდაპირ ზუსტად შეგვიძლია ვნახოთ ადიქციის ფორმა, რითი არის გამოხატული, რომელი მოდი პლანეტას ვამბობთ, მაგრამ სინამდვილეში ამ პლანეტის მიღმა ეს არქეტიპული ენერგიები არის და ამ პლანეტის მიღმა რა ტრამვა არის, რა შინაგანი სიცარიელი იქნება ეს თუ რა იქნება, ხო? ყველა პლანეტას ახასიათებს თავისი ისე ვთქვათ, დიაგნოზში გვეხმარება თავისი ხასიათი, რატო შეიძლება იყოს ადიქციაში ადამიანი. რაც უფრო ადამიანი ახლა ფსიქოლოგიურად და ასტროლოგიურადაც აცნობიერებს, უფრო ასტროლოგიაში ჩანს მაგალითად რას აკეთებს ადამიანი, ისეც, რომელიც მას ამყოფებს ადიქციაში. ხო? კარმულ ანალიზშიც მინდა გიხსნათ და პლანეტარულ ანალიზშიც, ხო? და აი სულიერ დონეზე ეზოთერული ხედვებით, მაგალითად ეს როგორ ვლინდება, იმიტომ რომ მე რასაც ვაკვირდები ხოლმე, ფსიქოლოგია კი სადღაც მითის მართლა ეხმარება ადამიანებს, მაგრამ არის რაღაცა იქ შიგნით ისეთი, რომელიც ბოლომდე შეიძლება არ გვესმოდეს. აი აქ ძალიან კარგად მეხმარება ხოლმე ასტროფსიქოლოგიის გამოყენება და რაც თავარია კარმული ეზოთერული ასტროლოგიის გამოყენება. როდესაც ახლა მაგალითად პლანეტარულ ენერგიებზე ვლაპარაკობთ, აი ძალიან ზოგადად რო აგიხსნათ, ხო? ადიქციური განსხვავებები არის თუ არის ნეპტუნური აქტიურობა ადამიანთან, მაგალითად ნეპტუნი აქ აქტიური, ხო? აქ უკვე არის ილუზიები და გაქცევა რეალობისგან. ანუ აი ამ ცნობიერების შეცვლის მდგომარეობაში ადამიანი გაურბის რეალობას. როცა ვხედავთ დაზიანებულ ნეპტუნს, ასპექტირებულს ძალიან პირად პლანეტებთან და არის ადამიანი ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული, ან სასმელზე დამოკიდებული, გასაგები არის მიზეზი, ვთქვათ, რა არის აქ, ხო, გაქცევა რეალობისგან. მე ვერ ვხედავ ამ რეალობას, მე უხეშება და მე მინდა წავიდე ფანტაზიების წარმოსახვის სამყაროში. ეს არ არის მაინც რო უცებად ადიქციაში უნდა წავიდეს ადამიანი, ზოგი მიდის განმარტოებაში, მაგალითად, ზოგი მიდის აი ენერგეტიკულად რო არ არის ჩართული, აი უყურებ ელაპარაკები და სხვაგან არის, საერთოდ არ აქვს ენერგეტიკულ ემოციური კონტაქტი თითქოს, ხო? ანუ ყველას აქვს თავისი დაცვითი მექანიზმი, როგორ გაუმკლავდეს ამ პლანეტებს. თუმცა როდესაც ადიქციაში მიდის ადამიანი, ხო? აქ უკვე გასაგებია ნეპტუნი თუ არის აქტიური, გასაგები არის აქ უკვე რომ
გარბის ადამიანი წარმოსახვით სამყაროში. სხვადასხვა ხშირად მარტო ნეპტუნზე არა, შეიძლება სტელიუმი იყოს თევზების ენერგიაში მაგალითად, ან იყოს სატურნის თევზებშიც კი ხშირად მინახავს ან მე-12 სახლში, როცა არ იყენებს ადამიანი სატურნ თევზებს როგორც მაგალითად სულიერი განვითარება, როგორც შინაგანი ფსიქოლოგიური ჩაღრმავება, ის მიდის აი ამ ენერგიაში, როცა მე აი შინაგანად აი ვეძებ კაცრად სადღაც აი ამ წარმოსახვით ილუზორულ სამყაროში სადღაც იმ ჩემს ილუზიებს ილუზორული მე შევქმნა მაგალითად, ხო? ანუ როცა არის თევზური ენერგია და ნეპტუნური, აქ ილუზორული წარმოსახვითი მე უნდა შევქმნა. ახლა მე ცოტა ისე გეუბნებით ამ ყველაფერს პრაქტიკული ასტროლოგიიდან და არა ის რომ ახლა მე არ ვიცი აქ ისეთ შეცვლილ მდგომარეობაში როგორ რა ხდება, ანუ მე უბრალოდ შემიძლია პლანეტარული ენერგიით ვიმსჯელო და არა გამოცდილებით ესე რა ვთქვათ, ხო? ეს სასწრაფოს არ ვსვამ საერთოდ. არ ძეცევი და დაერჩოს იყო ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი. და არც მქონია შეხება ესე რა ვთქვათ, ხო? ესეთ რაღაცებთან ისე გეუბნებით. მაგრამ ახლა ეს არ ვიცი რაც გრძნობენ ნეპტუნიანელები, როცა ადიქციაში არიან, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო ეს, ხო, სადღაც. ხო და მაინც ნეპტუნურ ადიქციას ვეძახით, ახლა როცა არის ადამიანი, ხო მოდიან ხოლმე ჩემთან ხშირად, როცა არის ადიქციური პრობლემები და ნუ ან ზოგჯერ უკვე დაძლიერს ეს პრობლემა, ხო, მაგრამ შიგნით რჩება ხოლმე მაინც ეს დამოკიდებული ბელების შიში. აი ახლა ერთ საინტერესო ნაკითხად, თუ არის ურანული ადიქცია, მაგალითად, ხო? აი ურანი აქ აქტიური ადამიანს. მოდი ესე ვთქვათ, საერთოდ ჩავნთარე ყავს მაგალითად მერწყულში, ზოგჯერ ხშირად არის ან მე-11 სახლში, ან ურანი ყავს დაზიანებული აქტიურად, ხო? იქ ბექ ვოკალში ლილიტი აუცილებლად აქტიურობს, ისე არ გამოდის. პლანეტები გვეხმარება ლილიტის ექო გავათამაშოთ, ხო, შავმთვარის, ანუ ეს ჭრთილის, შინაგანი ჭრთილის შინაგანი დრამის ენერგია ფიზიკოს ხელში, ანუ პლანეტებში უნდა გადმოითარგმნოს უკვე სიუჟეტურად, ხო, როლურ თამაშებში უნდა შემოვიდეთ უკვე, მაგრამ როგორც წესი შავმთვარი არის ხოლმე ჩართული, ახლა ძალიან ბევრთან მიმშავია წლების განმავლობაში ამ მიმართულებით და ზუსტად ხედავთ ხოლმე რაში იყო საქმე. არის აი ურანული თემა, როდესაც არის გაქცევა, სწრაფი ნევროტული გაქცევა სადღაც თვით დებოშისკენ. აი ზოგჯერ არის საკუთარ თავს დებოშს რო უკეთებენ, ეს ურანული ადიქცია არის, შეიძლება ნეპტუნი საერთოდ არ აქვს ადამიანს აქტიური, არც მე-12 სახლი არ აქვს აქტიური, მაგალითად, მაგრამ აი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული, ხო, სერიოზულად. ხშირად აქ შემხვედრია მერწყულური ენერგიით ურანი, ან ლილიტი მერწყული, ან ურანული დაზიანებით და ეს ყოფილა ზოგადად გაქცევა თვითდებოში და ცოტა თვით საბოტაჟსაც ვეძახით, რომ მე არ მინდა ნორმალური ცხოვრება, მე სოციუმში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგი ვარ, სადღაცა თავისუფლებისკენ მივილტვი. სინამდვილეში ეს ქაოსი არის. ხო? და ნენელა ხვდებიან ხოლმე, რომ ამ ქაოსში კიდევ უფრო კარგავენ თავისუფლებას, ვიდრე მოიპოვებენ, ხო? ანუ ურანული და მერწყულური ადიქცია ხშირად აი ამას უკავშირდება, თვით საბოტაჟი, საზოგადოების მიმართ საბოტაჟი, მაგალითად, თვით დესტრუქცია და მე გავდივარ საერთოდ ნორმებიდან, ჩარჩოებიდან, ხო, არ მინდა ჩარჩოში ყოფნა და ხშირად რა არის ხა მერწყულიც და ურანიც თუ არის დაზიანებული, ეს არის აი ქაოსური საზოგადოება, აი ხშირად რომ ძალიან ცუდად მე ვთქვა ბომჟებს რო ეძახიან მაგალითად, ხო? აი სოციუმისთვის არა სასურველ საზოგადოებას რო ეძახიან, ზოგჯერ აი რომ დავეშვი ამბობენ ხოლმე, ხო, სადღაც, თუმცა ეს დაშვება ყველანაირი არის, ახლა ყველას აქვს ჩვენი დაშვება პერიოდულად და წამოდგომა ფეხზე, ხო? და ეს არ არის აუცილებელი რომ ერწყულურად ვიყოთ, ხო? მე აქ იმიტომ ვაყოლებ ამას, რომ ესეთ საზოგადოებაში მიღებული ესეთ მკაცრი სიტყვები რო არის სინამდვილეში რომ განვაზოგადოთ ყველას გქონია ეს. ოღონდ სხვა ფორმით, მაგრამ იდეა ერთია, თემა ერთია.
ამიტომ ადიქციური ურანული ენერგია, თვითსაბოტაჟი, სოციუმიდან გაქცევა და მე არ ვაწყობ ჩემთვის ნორმალურ ცხოვრებას, იმიტომ რომ პასუხისგებლობას გაურბივარ. ანუ ჩემთვის ნორმალური ცხოვრება რომ ვიმუშაო, ვიშრომო, ნორმალურ საზოგადოებაში შევიდე, ეს არის პასუხისგებლობებთან დაკავშირებული და მე სადღაც მეშინია ამ პასუხისგებლობის, უნდა ჩავერთო მთლიანად თვითსაბოტაჟში, რომ არ მქონდეს ნორმალური ცხოვრება. ანუ საზოგადოებაში არ მქონდეს პასუხისგებლობები და როდესაც მე ადიქციაში ვარ, არავინ არ მთხოვს არაფერს, ხო? უკვე პირიქით იქით დამფოფინებენ, ან სადღაც უბრალოდ გავდივარ, ხო, ამ პასუხისგებლობებისგან. და ეს ასტროლოგიაში, ეს მეორედ სარგებელსაც ვეძახით ხოლმე ამას, ხო? ეს ძალიან კარგად ჩანს. მისესები, ნეპტუნთან ცოტა სხვანაირად არის. ნეპტუნთან ის არის, რომ მე რეალობას ვერ ვხედავ. ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა არის, აი როცა არ ვჩანვა, როცა ვითქვიფები ბურუსში სადღაც, ხო, აი მზე ნეპტუნის შეერთებაში ხშირად შეიძლება შეგხვდეს ეს, ხო? თუმცა არ არის აუცილებელი, ზოგი საერთოდ ყუილებში მიდის, ზოგი ორმაგ თამაში მიდის, ზოგი ლავირებაში მიდის, ძალიან კარგად მოერგება ყველას მაგალითად, ხო? აი ესეც ძალიან პირობითი არის, მაგრამ თუ არის ნეპტუნური, ეს ხშირად უკავშირდება რაღაც სევდას, რეალობის სევდას, რომ ამ რეალობაში მე რაღაც სადღაც ვერ დამინახე, სადღაც რეალობა იმაზე უხეში არის, ვიდრე ჩემ სამყაროში წარმომადგენია, ხო? აი ეს ნეპტუნური ადიქცია არის. ურანული არის თვითსაბოტაჟი, პასუხისგებლობის აღების შიში და უნდა ვიყო უსარგებლო საზოგადოებისთვისაც, ჩემი გარემოსთვის. ეხლა ძალიან ისე ვამბობ, მე გეუბნებით, სიტყვები რომ გადავთარგმნოთ ურანულ მერწყულურ ადიქციაში. ხშირად ესეც ვლინდება ხოლმე. ზოგჯერ არის უბრალოდ მარტოობის ტკივილი სადღაც. ურანი რა არის? შერწყმის სურვილი არის, ხო, რომ მე ჩემ საზოგადოებაში მინდა, ჩემ ჯგუფში მინდა ყოფნა და ძლიერი მარტოობის განცდა შემოდის აქ, რომ მე არავინ არ მყავს გარშემო, მე ვიყავი მოსროლილი კოსმოსში, მე ვიყავი ურეჟიმოთ, აი თუ უკვე ლილიტიც არის აქ ჩართული. თუმცა დაზიანებულ პლანეტასაც ეს ბავშვობის გამოცდილება ხშირად იყო, რომ ადამიანს არ ქონდა არანაირი წესრიგი, არ ქონდა რეჟიმი, ან პირიქით ძალიან შეწყობილები ქონდა და მერე წავიდა სრული საბოტაჟის გზით, რომ მე სადღაც არ მაქვს თვითკონტროლი, ხო? ანუ არაცნობიერად ურანულ ოპოზიციაში გადავდივართ ეს სატურნულ ენერგიაში, ხო? რომ აი მე კონტროლი არ მაქვს, მე რეჟიმი არ მაქვს და ქაოსში ვარ და ეს ჩემ ცხოვრების წესრიგს ისახება. ზოგჯერ ეს სცენარი არის აქ ურანულ იმაში მაგალითად, ხო? ურანულ სცენარში. აქ რა თქმა უნდა მთლიან რუკას ვუყურებთ, მე დიალოგშიც შევდივართ ხოლმე. და ვადგენთ ის ძალიან კარგად ჩანს იქ ლილიტის ენერგიასაც ხედავთ და მიზეზსაც ხედავთ ერთიანობაში, რა თქმა უნდა, მთლიანობაში რა არის აქ აი ნუ პირდაპირ დიაგნოზი და არა თერაპიებზე მაგალითად წლების სიარული, თუმცა ეს თერაპია აუცილებელი არის ამ შემთხვევაში, ოღონდ ანალიზების ჩათვლით, ხო, უკვე რომ ვიცით რასთან გვაქვს საქმე, ხა ვიღაცას არ ჯერა ასტროლოგიის, ეგრე ვიღაცას ფსიქოლოგიის არ ჯერა, შარლატანებს უძახიან ფსიქოლოგებს, ხო? ესე რომ გავყვეთ, ზოგს საერთოდ ექიმების არ ჯერა. ზოგს ისეთი რაღაცების ჯერა, რომ აი ესე დაგვემართება, შოკი დაგვემართება. ხო, ესეც პირობითი არის, ხო, ვის რა უხდება, აქ იმას თავაზობთ. ესე რომ ვთქვათ. შემდგომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადიქციური ფორმა ეს არის სატურნული. აი როცა სატურნი არის ძლიერად გამოვლენილი რუკაში, დაზიანებული სატურნი, ნეგატიური სატურნი, სატურნი ჩვენთან არის სიცივე. აი სრული სიცივე, თუ ურანი არის ქაოსი, შფოთვა, გაქცევა რეალობისგან, ნეგატიურ ურანს გულისხმობ, თავისუფლებისთვის, ან იდენტობისთვის, აი აჯანყებები. ნეპტუნი თუ არის ბურუსში ვარ, მე საერთოდ ვერავინ მხედავს და უჩინმაჩინი ვარ, ეს არის დაზიანებული ნეპტუნი. სატურნი არის, რომ ჩემში სიცივეა, ჩემში სიმკაცრეა, ჩემში სიცარიელეა, უბრალოდ. და სატურნული ადიქცია შეიძლება გამოვლინდეს სიცარიელის შევსებით, რომ მე ვარ ძალიან მარტო, ჩემი არავის არ ესმის, თუ მთვარესთან არის მეთომეტე სატურნი, შეიძლება გამოვლინდეს ემოციური სიცივე, საერთოდ მე მარტო ვარ, ხო? და მარტობას რაც გულისხმობ ვიცით, რომ ჩემზე არავინ არ სრულნავს, მაგალითად, ცნობიერ დონეს თუ ეხება მზეს,
მე სადღაც ძალიან მარტო ვიყავი მძიმე სერიოზულ პრობლემებში და შესაბამისად შეიძლება ადიქცია იყოს სიცარიელის შევსება სადღაც, ხო? რომ სადღაც მაინც სითბო ვიქცნოთ, იქ სატურნი მერვე სახლი ან მეხუთე სახლი. ზოგადად ყველაზე ნაკლებად რომ სატურნინელი ადიქციაში იყოს, იმიტომ რომ სატურნს უყვარს მაინც სტრუქტურა, უყვარს რაღაც სერიოზულობის შეტანა, უყვარს რეჟიმები, მაგრამ ესეც ყოფილა, რომ აქ ასევე თვითსაბოტაჟი წასულა, რომ მე იმხელა სიცარიელეს ვგზნობ და იმხელა ტკივილს, რომ ამის შევსება სხვა ფორმით ვცდილობ, იქნება ეს სასმელი, იქნება ეს ნარკოტიკები, თუ იქნება ეს საერთოდ იზოლაციაში ყოფნა, ხო, მარტო ყოფნა. ნუ ეს ჯანმრთელობის პრობლემებით სატურნს აუცილებლად მოყვება ხოლმე. სატურნი მაინც კავშირში არის ემოციურ და ფიზიკურ სიცივესთან, დისტანციასთან და სულში ცხოვრობს არქტიკული სიცივე, ესე რა ვთქვათ, ხო? მშრალია სამყარო, არა ძლევს ბედნიერების შეგრძნებას. აი სატურნიანელს აქვს, აი თუ ნეპტუნიანელს აქვს წარმოსახვითი სამყარო, თავის ლამა სამყაროში გადის, თავის ბედნიერ სამყაროში გადის და შეუძლია იოცნებოს, ან წარმოიდგინოს რეალობა, რომელიც არ არსებობს ინდივიდში, ხო? თავი მოიტყუოს. სატურნიანელში არის ძალიან დიდი სიცივე, ძალიან დიდი აი ცხოვრებას, აი დეპრესია კლასიკური გადაგებით ეს სატურნული ენერგია არის. სატურნი უნდა გქონდეს ნეგატიურად ძალიან თუ რომ დეპრესია შევძლოთ. შფოთვითი აშლილობა, ნევროტული ფსიქოტიპი ეს ურანი არის. მაგრამ მინდა და არ შეიძლება, მაგრამ სატურნი ეს არის ტიპიური სიცივე, უსიხარულობა, არ მახარებს არაფერი, არ მათფობს არაფერი. ხო, იმიტომ რომ სადღაც რაღაცა მინდა და სამყარო ზედმეტად მშრალი აღმოჩნდა. სატურნიანელების თვალსაჩინით ეს არის ზედმეტად მშრალი აღმოჩნდა, რომ ეს მე მივიღო. მე ძალიან ბევრი ძალისხმევის დახარჯვა მიწევს, რომ რაღაცაზე მაინც გავიხარო. ხო, და საბოლოო ჯამში დამუშავება სატურნის ზუსტად ეს არის, რომ ადამიანმა უნდა ისწავლოს, რომ თვითონ უნდა გამოიმუშაოს ყველაფერი, რაც უნდა და გარედან არაფერი არ მიეცემა. თორე ის რაც უნდა შეუძლია მიიღოს ოღონდ საკუთარი შრომით. დროთი, საკუთარი განვითარებით და აი იმაზე მეტი ბედნიერება შეიძლება მიიღოს, ვიდრე წარმოუდგენია, ხო? მაგრამ სანამ ეს არ ვიცით, სანამ ამ პლანეტების ქაოსში ვართ, გათქვეფილები, იქ შემოდის ადიქციურიც, მათ შორის ფსიქოტიპი, ხო? და სატურნის ადიქცია არის ეს, რომ მე იმდენად დეპრესიული ვარ შინაგანად, ოღონდ ეს არ არის მარტო ღია დეპრესიაში, ჩუმი, აი სიზარმაცეს რო ეძახიან, ეს სატურნის ენერგია არის, რომელიც არის დაკავშირებული ჩუმ დეპრესიულ ფონთან, მუდმივ დროში გაწელილი დეპრესიული ფონი. არაფერი არ მიხარია. ნუ აი ხა რაღაცებს ისე მშვიდად უყურებ, რაღაცებს ცივად უყურებ, რაღაცებში არ მაქვს უფლება გავიხარო, იმიტომ რომ მე რამე არ მოხდეს. აი ეს შიდა შეზღუდვები სატურნული იწვევს მე ზოგჯერ ამ ადიქციურ ენერგიას, რომ მე მოვეშვა ცოტა სადღაც გავლახდე, იმიტომ რომ შინაგანი სილაღე არ მაქვს. ესე გითხრათ, როცა სატურნი შემოდის, აბსოლუტურად განსხვავებული ადიქცია არის, როცა ნეპტუნი შემოდის, აბსოლუტურად სხვანაირი არის, ხო? ანუ мотиваციას გულისხმობ, мотиваცია არის აბსოლუტურად სხვადასხვა. შესაბამისად, ამასაც მიდგომა ჭირდება სხვადასხვა, ხო? იმ სიცარიელესთან უნდა გამკლავება, ნეპტუნთან იმ ილუზიებთან უნდა გამკლავება, ხო? სადღაც სამყაროში ფანტაზიებში არ უნდა ვიცხოვრო, რეალობაში უნდა ვისწავლო ამაზე ფანტაზია შევქმნა. ხო, ანუ რეალობა მივიღო და გავალამაზო ეს რეალობა და არა უარყო და გავიქცე და სადღაც, ნუ ეს ხო ინფანტილური ბავშვური ნებისმიერი დაზიანებული პლანეტა, ეს არის ბავშვური ინფანტილური შეხედულებები, რომ მე არ ვიცი დასრულად როგორ მოვაგვარო ამ პლანეტების ენერგიები ჩემში, ხო, ესე რა ვთქვა. ყველაზე საინტერესო და მძიმე შედარებით არის პლუტონური ადიქციები, იმიტომ რომ პლუტონს რა ახასიათებს, ან ყველაფერი, ან არაფერი, განადგურების რეჟიმი, თვით განადგურება. ზოგადად ნარკოტიკები ეს ხო ისედაც, ნუ უხეშად ვიტყვი, თვით განადგურების პროგრამა არის. სიგარეტის მოწევა თვით განადგურება არის, სასმელის თვით განადგურება არის, რელიგიები მაგიტომ რაღაც კუთხით აგზავნდნენ ხოლმე ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თვით განადგურება პირდაპირ უკავშირდება უსიყვარულობას, ხო? მე არ მაქვს ჩემი თავი და მე ვავნებ ჩემ თავს. თუდად ვიქცევ ბავშვი რომ ჩაგაბარონ და თქვენს დროს ვაიმე და სიტყვითაც მიჭირს ამის, მაგრამ არ ცემდეთ.
სულ და სასტიკად ექცევდით. აი სადმე რომ გაიგებთ ხოლმე ტელევიზორში რომ აი ბავშვი სასტიკად გაუმკლავდნენ, ხო რაღაცნაირად ის გექნებათ შეშფოთება. აი წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი იგივე არის ჩვენ შინაგან ბავშვს, ჩვენ თავს რომელიც არის დაუცველი ჩვენივე თავისგან ზუსტად ესე ვექცევით. და ერთ-ერთი ფორმა აი ამ მათრახით ცემით ეს არის ადიქციის სხვადასხვა ფორმები. დრო ვინადგურებთ არ არის აქ მარტო ჯანმრთელობა. ენერგეტიკულ დონეზე თუ ეზოთერიკაში წავალთ, ხო, ენერგეტიკული დაბინძურება ხდება ადამიანის სერიოზულად დაბალ ასტრალთან კავშირი, ეს ეზოთერიკური წიგნები ესე ამბობენ, დაბალ ასტრალთან და ნუ აი მე მთლიანად ეს მძიმე დაბალი ენერგიები, რომ ბოლომდე ხელში ვყავართ, ესე რომ ვთქვათ, ხო? იქ ეკლესიაც სხვანაირად ეძახდა ხოლმე ამას, მაგრამ ნებისმიერი ესეთი არა გაფრთხილება საკუთარი თავის, ეს არის უსიყვარულობა და ნენელა დავარდნა ენერგეტიკის და დაბლა დაცემა, ხო? საკუთარი თავის და ეს არის კატასტროფული უსიყვარულობა საკუთარი თავის. ცნების დარღვევა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ან რელიგიაშიც რო შევხედოთ. მეორე მომენტი არის პლუტონური ადიქცია, ეს არის შეპყრობილობა რაღაცის ან ეს პლუტონი რა არის ჩვენთან, ეს არის ტოტალური კონტროლი, ან ტოტალური დამოკიდებულება რაღაცაზე. ტირანის და მსხვერპლის ურთიერთობა რო ავიღოთ, ხო? პლუტონიანელს ან უნდა ყველაფერს აკონტროლებდეს და ძალიან ისინია იყოს რამეზე დამოკიდებული მაგალითად, ხო? და ან მეორე უკიდურესობა ეს არის შეპყრობილივით დამოკიდებული, რომელიც პლუტონი ყველაზე მეტად პირად ურთიერთობებში ვლინდება ზოგადად. აი გაჭედვამდე ვიღაცის არ გაშვება, ან ეს ან ჩემი იქნება ან არავისი და რაღაცა ესე ტოქსიკური ურთიერთობები ჩვენთან ტიპიური პლუტონური ენერგია არის. ვენერა უნდა იყოს პლუტონთან ნეგატიურად კავშირში, ყველაზე მთავარი მთვარე პლუტონი არის ეს მიტოვების შიში მაგალითად ძლიერი, ხო? ან ზემოქმედებისკენ ან მიდრეკილება ან შიში მაგალითად, ხო? და პლუტონური ადიქცია ყველაზე მძიმე და მოსაგვარებელი არის ხოლმე, მაგრამ თუ იქნება ყველაზე მეტი ძალას პლუტონიანელს აქვს, რომ ადიქციაში უბრალოდ არ წავიდეს, ხო? მაგალითისთვის რო გითხრათ, მე პლუტონიც მაქვს აქტიური და ურანიც მაქვს აქტიური და სიგარეტეზეც ისა მაქვს დავანებე თავი ძალიან ბევრი წლის წინ, იმიტომ რომ მივხვდი რომ დამოკიდებული ხდებოდი იმდენად არ მისიამონა რამეზე რომ ვიყო დამოკიდებული. და ეხლა აქ რა იყო ჩემთან, რომ ურანი შიში რამეზე იყო დამოკიდებული, თავისუფლება შემეზღუდა იმ მომენტში და პლუტონი რო უკვე მიდრეკილი ვიყავი, რომ ყოფილიყავი ძალიან დამოკიდებული. აი ეს ნახე თითქოს სიგარეტა რაღაც ძალიან მარტივად არის, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სერიოზული გამოწვევა ემოციურად. ვიღაცა რომ უბრალოდ დაანებებს, ჩემთვის ეს არ იყო, ჩემთვის ეს რაღაცა ჩემ თავზეში გამარჯვების სტოლფასი იყო, ხო? აი მარტივად რო აგიხსნათ, მე მაქვს მაგალითად ჩემ პლანეტარული ენერგიის დაკვირვებაც ასევე რა ხდებოდა აქ, ხო? მე უამრავ კლიენტთან დაკვირვება, გინც სიგარეტზე იყოს, გინც ასმულზე, გინც ნარკოტიკებზე, ხო? და პლუტონი როცა არის აქტიური, აქ ხდება ზუსტად ეს, რომ აი იმდენად შეიძლება რაღაცას დამოკიდებული გახდეს ადამიანი, აი შეპყრობილობა, ეს პლუტონური ენერგია არის, ხო? აი რაღაცის გარეშე რო არ შეგიძლია ცხოვრება, რო გგონია რომ ეხლა ისე მძაფრად ჩემთან არ იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ისე გეუბნები ფსიქოტიპი პლუტონიანელის არის ესეთი, რომ აი რაღაცაში უნდა ვიყო კონფლუენციაში, შერწყმული, თლიანად, ანუ მე უნდა ვიყო რაღაც აი ამ თემასთან გაიგივებული. პირად ურთიერთობაშიც ვენერა პლუტონი როცა ყავთ ნეგატიურ ასპექტში, ხო? აი ხო ეს ვლინდება, რომ უკვე ხა მე ჰარმონიული მაქვს ვენერა პლუტონი და ჩემთვის ის ცოტა გასაკვირია ხოლმე, რომ აი პირად ურთიერთობაში სრული კონფლუენცია უნდა, სრული შერწყმა. ანუ ეს ადამიანი უნდა იყოს ჩემთვის გადახსნილი. წიგნი მე უნდა მეკუთვნოდეს ბოლომდე. ანუ აი ეს კუთვნილების თემა განსაკუთრებით აქვს. და ზოგჯერ ახლა ვენერა პლუტონიც ადიქციურად რატო ვლინდება, ვენერა სიამოვნების მიღება არის. და იქ თუ იუპიტერიც არის, შეიძლება ეს იყოს აი დიდი მადა, ესე რომ ვთქვა, ზოგჯერ შეიძლება კვებაში წავიდეს, წონაში წავიდეს, ზოგჯერ შეიძლება ადიქციაშიც წავიდეს. თუმცა იქ ფონი უნდა იყოს უკვე ბევრი სხვადასხვა თემების, ანუ
პლუტონიანური ადიქცია ეს არის, რომ აი რაღაცაში უნდა ვიყო აი ბოლომდე გათქვეფილი, ესე რომ ვთქვათ, ხო? და მე უნდა აი მთლიანად რაღაცამ უნდა მომიცვას. სხვანაირად, ან მე უნდა მოვიცვა რაღაცა. ჩემ პლუტონს ვამუშავებ, გაჭედვა იცის პლუტონმა, აი ამ სფეროში ბოლომდე მივდივარ, სულ რაღაცას ვიკვლევ, ვერ ვჩერდები, ვერ ვძღები, რო იტყვიან, ხო? აი ეს პლუტონური გაჭედვა არის, მაგრამ კარგი მიმართულებით. ხო და აი ეს ბოლომდე ჩაღრმავება უყვარს. ვიღაცა თუ რაღაცას ისწავლის და მე 20 წელიწად და იგივეს ატრიალებს ეს პლუტონიანელისთვის, ну აი ძალიან სისუსტის გამოვლენა არის, ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ სიღრმის უქონლობა არის. წარმოიდგინეთ ახლა ადიქციური პირი, რომელსაც პლუტონი აქვს აქტიური. აი იქ შეიძლება იქ მარსთან ნეგატიური კვადრატი მაგალითად ან ოპოზიცია პლუტონის, აი ეს იმხელა შეპყრობილობა შეიძლება გამოჩნდეს, რომ ყოველ დღე მოუწიოთ თავის თავთან იმის თქმა, რომ აი მე უნდა მოვერიო ამას, ხო? თუ არის პლუტონური ადიქცია, ყველაზე მეტად პირველი რაც შეიძლება გქონდეთ, ეს არის სპორტი. პლუტონი გამოდის ყველაზე კარგად, ანუ გადანაცვლება, ჩანაცვლება უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში. ჩანაცვლება იმ კუთხით, რომ უნდა იყოს აი ეს გაჭედვა რო არის, ხო? რომ აი მე რაღაცასთან, აი რაღაცის უნდა მძაფრი შეგრძნებები უნდა მქონდეს, ხო? რაღაცას უნდა ვეკუთვნოდე და სპორტში გადადიან და ყველაზე მაგრად ამით შეუძლიათ დაეხმარონ თავის თავს გამოსვლაში. თუ არის ნეპტუნური ადიქცია, ყველაზე მთავარი არის ფსიქოთერაპია, ფსიქოლოგიაში წასვლა, ზოგჯერ საერთოდ ფსიქოლოგებიც შეიძლება გახდნენ და მე სხვებს დაეხმარონ ამ მიმართულებით. თუ არის სატურნული ადიქცია, აქ დისციპლინა ყველაზე მაგარი არის და რეჟიმი, სწორი კვება, სწორი ცხოვრების სტილი, ვარჯიშიც ოღონდ აი ესეთი რა, აი თან სატურნიანელებში უფრო რეალიზების მნიშვნელობა არის აქ კარიერული, საზოგადოებრივი რეალიზების ის აქვს შინაგანი მოთხოვნილება, ხო? იქ სატურნე შეიძლება მთელი ეხლა გულახდილად რო გითხრათ, ძალიან ხშირად შემოხვედრია შავი მთვარე, როცა ტყუპებში ყავთ ადიქციაში. და ეს რა არის? საკუთარი მენტალური აგრესია. ახლა ყველა მაგიტომ გეუბნებით, რომ ყველას აქვს თავისი ადიქციური ფორმა. აქ ფონი უნდა იყოს, ნეპტუნი უნდა იყოს აზიანებს სატურნი, მაგრამ ლილითი იძლევა back vocals, ესე რომ ვთქვათ და იქ ხედავთ მისესი რა შეიძლება იყოს. მენტალური თემა, კომუნიკაციის პრობლემები შეიძლება იყოს, ახლა ზოგთან არ არის, ეგ გეუბნებით ზოგს ვერც კი ვამჩნევ ხოლმე შავ მთვარე ტყუპებში ვიყავთ, იმდენად არ ეტყუბათ, მე ხო აქ რთულ кейსებზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა. და მე რო გვილაპარაკია, მე რო თერაპიულად შევსულ ვართ, იყო მენტალური აგრესია თავის თავში, ანუ რეტროფლექსირებული შინაგანი აგრესია გონებრივი. ანუ რა არის ყველაზე მთავარი მოსაწევი იქნება თუ სხვა ნარკოტიკები, ტყის აზიანებს ყველაზე მეტად. ესე იგი, ურანული დაზიანება, ეს მერკურის უმაღლესი ოქტავა არის და ეს არის ჩემი შინაგანი მენტალური აგრესია მინდა ჩავახშო, ეხლა ცოტა ეზოთერიკაში და ენერგეტიკულ ველში რო გადავიდეთ. ტყუპური ადიქცია, ეს არის ჩემში მენტალური აგრესია, უფრო ინტელექტუალური კუთხით, რომელიც წინა ცხოვრებებიდან მოდის კარმული ასტროლოგიით რო შევხედოთ. ამის ჩახშობა მინდა გავაჩერო ჩემი თავი, იმიტომ რომ არაცნობიერში იქ მე ჭრილს არ ვიღებ სადღაც, ხო? თუ არის კირჩხიბული ადიქციები, მთვარის ადიქციები მაგალითად, ხო? ეს არის შინაგანი მიტოვების სევდა და ბავშვური ინფანტილიზმი სადღაც, ხო? მაგრამ ყველაზე ნაკლებად შემოხვედრია სხვათა შორის, იმიტომ რომ მაინც კირჩხიბის ენერგია ცოტა მშიშარა არის. ცოტა სუსტი ფსიქოტიპი აქვს და ნაკლებად რომ მთვარის ადიქცია გამოვლინდეს. უფრო მეტად აი ესეთი მძიმე პლანეტებთან ვლინდება ხოლმე, ხო? ან მძიმე ისეთ ენერგიებში. ვენერას ადიქცია, ანუ კუროს შემთხვევაში, ხო? ეს შეიძლება იყოს, იცით როგორი მომენტი, ახლა ზოგჯერ მინახავს, აი ლილითი კურო, ან ლილითი ვენერა ერთად, ან ოპოზიციაში, აი ბევრი და ბევრი რომ მინდა, მადამ სადღაც, ანუ მე რაღაც არ მაყოფილებს და აი აქ უფრო აი საკვებთან რო არის, სიმბოლურ საკვებთან
თან სადღაც, რომ აი ემოცია მინდა მეტი, ცოცხლად მინდა ვიგრძნო თავი მაგალითად, აი შინაგანად მე გაჩერებული მაქვს ენერგეტიკული ველი, ან არ ცხოვრობ და აი ეს მინდა ვიგრძნო ხო სადღაც. და მორიელის შემთხვევაში პლუტონური რაც გითხარით, ხო უფრო თვითგანადგურების რეჟიმს ვიძახით, თუმცა უფრო აქტიურად, რომ მე სადღაც სევდა მაქვს, სადღაც ბრაზი მაქვს, სადღაც აგრესია მაქვს, რომელსაც ამით ვახშობ. ძალიან საინტერესო არის აი ამ ადიქციების უფრო ასტროლოგიურ ჭრილში დანახვა, იქ მიზეზების ძიება და ყველაზე მთავარი რა არის იცით, რომ მხოლოდ თუ ამ ცხოვრებაში ვეძებთ პასუხებს, თან კი ასტროფსიქოლოგია წინ ოჯახურ არქეტიპულ გზავნილებს ეს გვეუბნება, ხა შვიდ თაობაში როგორ ცხოვრობდა გვარი, მაგალითად, ჩემზე ახდენს ენერგეტიკულ ზემოქმედებას ეს ამას ვეძახით ოჯახური ველი, ხო? ფსიქოლოგიაც ხედავს ამ ველს მაგალითად და ოჯახურ ენერგეტიკას რო ვეძახით, მაგრამ თუ შევხედავთ ასევე უფრო რეგრესიული კუთხით, უფრო წინა ცხოვრებების კუთხით, ხო? აი მან შეგვიძლია არქეტიპულ დონეზე აი ადამიანმა იცხოვროს ის, რაც წინა ცხოვრებაში როგორც დაუხურავი გეშტალტი ესე დარჩა. აი აქ რამდენიმე სეანსი, ოღონდ უნდა ესმოდეს ადამიანს, რასთან აქვს საქმე, ხო, სიტყვაზე, ხო, აი რას უნდა შეხვდეს, ხო? და ძალიან კარგი, აი მინიმუმ ის მაინც იქნება, რომ ვიცი მე რასთან მაქვს საქმე, უფრო სიღრმისეულად და უფრო მოტივაციაც ეძლევათ ხოლმე, რომ სადღაც გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ხო, განსაკუთრებით ყველას გვაქვს ჩვენი აპირობითი ადიქცია, ყველას გვაქვს ჩვენი ესეთი გასამარჯვებელი, გადასალახი პრობლემები, რომელიც ერთ-ერთი შეიძლება ენერგეტიკულ და ფსიქოლოგიურ დონეზე მსგავსი იყოს. არ არის აქ რომელიმე უარესი ან უკეთესი, ხო? მაგრამ მაინც ყველას თავისი მიდგომა აქვს, ყველა პრობლემას თავისი გასაღები აქვს ხოლმე პირად რუკაში და ესე ძალიან გვეხმარება. და ვინც მაგალითად ასტროლოგიას იყენებს რაღაცების გასარკვევად აი ამ კომბინაციებს და მე დაგვერდით, მიაქციეთ ყურადღება, როდესაც ან ახლობლებს აქვთ ეს პრობლემა, ან თქვენ გქონდა ზოგჯერ არის საერთოდ ყველა პლანეტა არის ნეგატიურად ჩართული, განსაკუთრებით მზესთან. იქ შეიძლება ბევრი სხვა რაღაცა შემოდიოდეს, ლუმური ადიქციაც კიდე ან მზის ენერგია, ან მეხუთე სახლური ადიქცია შეიძლება იყოს რაღაც თამაში, როლის მაგალითად, ხო? სპექტაკლში შესვლა სადღაც და საკუთარი თავის დაკარგვა, ხო? და აი ამ საკუთარი თავის ძიებისკენ მიმართული ესეთი ქმედებები სიტყვაზე, ხო? მე ხა ძალიან ზოგადად მოგიყევით, რა თქმა უნდა, იქ უკვე როცა უშუალოდ პირად რუკაში მთელი სინთეზი გვაქვს, რა თქმა უნდა, იქ უკვე ბევრი რაღაც სხვანაირად ჩანს, ბევრი რაღაც ზუსტად ჩანს. მაგალითად დააკინძვა ხდება ესე რომ გაუყვეთ, ხო? ნაბიჯი ამის მიზეზი, ხო? და მე უკვე სრული სურათი აქვს ადამიანს როგორ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. მედია საინტერესო იყო თქვენთვის ეს ვიდეო, მეგობრებო. და ველოდებით თქვენ კომენტარებს და დროებით.